ლოცავთ დიდი სიყვარულით და გილოცავთ ღვთისმშობლის აზრად მოყვანებას. დიდი დღესასწაული რა თქმა უნდა ღვთისმშობლის სულ ვამბობ ღვთისმშობლისადმი დიდი ლოცვა გმართებს, ბევრი ლოცვა გმართებს. რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეწევნა ღვთისმშობელს იცით ახლა რომ ესე სულიერი სიკვდილისგან, სულიერი გაჭირვებისგან, სტაგნაციისგან, სულიერი ესე ვთქვათ ჩიხური სასოწარკვეთილი მდგომარეობისა ღვთისმშობელის შველის. განსაკუთრებით სულიერ უძულურებას შველის და ფიზიკურსაც რა თქმა უნდა სულიერ ხილულში ვლინდება ფიზიკურში, სულიერი ვლინდება ხილულში. ამიტომ ეს ლოცვა ღვთისმშობლისა და გავაძლიეროთ. ღვთისმშობლისა ძალიან ბევრი ლოცვებია, ყველა ძლიერია. ღვთისმშობელი ერთია, მაგრამ მრავალი ხატია მის. ღვთისმშობელი ერთი, მაგრამ მრავალი დაუჯდომელია. ღვთისმშობელი ერთია დედა ღვთისა. ამიტომ მისი ღვთის რა თქმა უნდა კურთხევითვე მას აქვს კურთხევა, რომელიც ზეციური იერარქიის მწვერვალშია, ღვთის საყოველთაო საამბის მერე მოდის ღვთისმშობელი. მას აქვს კურთხევა ღვთისაგან, რომ შეგვეციოს ამ მძიმე ჩვენი ცოდვებით გამრუდებულ სივრცესა და დროში მოგცეს შვება და ნუგეში მოგცეს. ნუგეში მოგცეს. და ისეთი შეწევნა და კურნება განგვიხორციელოს, რასაც ჩვენ ვერაფერი ჩვენით ვერ შევძლებთ ამას. ჩვენ თავს ვერ უშუქებთ. რა თქმა უნდა, ქრისტეს ვევედრებთ, მაგრამ მისი დედა ღვთისა, ქრისტეს დედას განსაკუთრებული ძალა აქვს ღვთისმშობელს იმისა, რომ ადამიანი ბნელი მდგომარეობებიდან გამოიყვანოს, ბნელი შეცოდების მდგომარეობიდან. თუ დაეცა ცოდვით ბნელი ცოდვა დაემართა, აღარ ჩამოთვლი ნეგატივს, აი როგორც იტყვიან სიბნელე ცოდვისა მას დაეცა და უცოდველი ვინა ვართ, ხო, ყველა ცდომილი ვართ, ადამიანები ვართ, აზრით, სიტყვით, საქმით, ნებით, უნებლით, დრის, თუ ყავით სულ ცოდავთ, კარგს აწვიზებთ, თორე ცოდვების მეტი რა გვაქვს. მაგრამ თუ ნანობთ და ვითხოვთ, ხო, ხალი ღვთისმშობლის კურთხევით გვიწყნარებს, გვამდაბლებს ისევ და ისევ, პედაგოგიკას გვივლენს ამ დაცემაც ალბათ დაშვებულია და ესეც არის დაშვებული, იმიტომ რომ ჩვენ დავმდაბლეთ, კი არა დავმცინდეთ, დავმდაბლეთ, სულიერად მოვეგვეთ გონს და ღვთისმშობელს შევავედით უფალს ერთმოდი იესო ქრისტეს ჩვენი ცოდვები, მაგრამ ღვთისმშობლის მეუხება აუცილებლად გქონდეს და ეს ლოცვები, რომელსაც კითხულობთ, ძლიერი ლოცვებია. შენდობის ლოცვების მერე ცალკე არის კიდევ ლოცვა ღვთისმშობლის ერთი ძლიერი ლოცვა, საღვთო ლოცვა. იმას ვკითხულობ ხოლმე მე თუნდაც ისეთ შვებას ვგზნობ, ვგზნობ, რომ თითქოს ღვთისმშობლის ზნობრა ახლა მოჩვენება ხო არ არის, არანაირი ერთხელ ხო და ორჯერ ხო არ არის. სულ შეიძლება ერთ და იგივე შეგრძნება გადაწყვეტს. ეს ობიექტური რეალობაა. ეს შენდობისა და ნუგეშის რაღაცნაირი როგორ აღმოფხვა ეს თითქოს ეს ღრუბელი, ეს ნათელი ღრუბელი გარდამოდის, თითქოს ეს სულიერი შვება, როგორც რაიმე თავსაფარებით, ეს თხელი აბრეშუმის ასეთი ნარნარი რაღაცა ქსოვილივით ეფინება ხალხს. ხო შეიძლება ერთხელ გეჩვენებოდეს და ორჯერ სულიერი ხედვით ვიძახი, მაგრამ შეგრძნება, გზნობა ცოდნას ვიძახი, არ ვიცი როგორ ვერ გამოთქვა, მაგრამ აი ეს შეგრძნება მუდმივად აღლოცვის საკითხის მერე მაქვს შენდობის დროსაც ვიკითხულობ, რომ დავშვიდების დაწყნების და ქაოსის დალაგების და ეს ჩამოწვევს, დაამშვიდებს დააცეს და როგორც ხელით მოხსნის ყველაფერს ცუდს, ეს ლოცვა მე ეს ყველაფერი ზიარებით ყავდება. საოცარ სულიერ ნუგეშს იძლევა. იმიტომ არის სულიწმინდა ნუგეშინის მცემელი სულო, ხო ამბობთ ეს ყველა ხო არ ამბობთ ამას? ნუ იქნება ეს ხო ნუგეშინის მცემელი სულია. ნუ ადამიანის ნუგეშიც კარგია ახლა, მაგრამ ზეციური ნუგეში, სულიწმინდის ნუგეში სხვა დრისი თუ ღამით. ღამითაც გვეძლება ეს, არ ვიცი როგორ ზოგჯერ ისეთ რაღაც არ სიზმარს ნახავს ადამიანი, ყველაფერი ბოროტისა ხო არ არის, ხო არის ნაპერწკალი ადამიანში, ყველაფერი სულიწმინდისა, ხო შემოდის კეთილი რაღაცა, სიზმარია თუ ხილვაა თუ ამასაც მოზღვართან შეიძლება გარჩევა ღვთისნება, ხო მოქმედებს ახლა ყველაფერი ბოროტისა თუ არა წულად ყოფილი საქმე, თუ არ იწერია. ის გაძლევს ღამე განსაკუთრებით. ღამეც ადამიანი ღვთის წინაშეა, დღე წინაშე შენსა და ღამეს წინაშე შენსა, ხო ფსალმუნებს ზუსტიტირებას არ ვაკეთებ. აი ეს არის ესა, იქ იმ დროს ადამიანი ნუგეშს პოულობს. ესეც ღვთისმშობლისაგანაც, ღვთისაგან არა, თქო ღვთისმშობლის კურთხევითაც. ღვთისმშობელი ამდენს უნახია. სიზმარს ადავარქვევდი მე და ეს არც მიკვირს. ღვთისმშობელი ბევრს ხილვაშიც უნახავს, სიზმარშიც უნახავს, ხედვაში, ხილვაში, რა ვიცი, რაღაცა მდგომარეობაში შეუგზნია მისი მოსვლა ახლობლობა. და ეს ბუნებრივიც არის, აუცილებელი არ არის, რომ წმინდანი იყო, ან რაღაცა ვარსკვლავებს ხვიტავდა. ეს ესეც უნდა იყოს. რამდენს უნახავს უფალი? ქრისტე რამდენს უნახავს? ხილვაში თუ შინაგანად, ყველა თქვენს გინახავთ. აბა ესე არის, ჩვენ ხო ამბობთ ქრისტიანს ჩვენ შორის.
ხედავ ქრისტეს ჩვენ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ყველა თავისი გულში ჩაიხედა. სულიერი მზერით იქნება ეს თუ არ ვიცი სიზმარში იქნება თუ ადამიანში ვხედავ თუ ზეცაში ვხედავ თუ ვხედავ და ვგრძნობ. აბა მაშინ ისი ქრისტიანები ვარ, თუ ამას ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ, ვერ ღვთისმშობელს ხედავ, ვერც ქრისტეს ხედავ, ვერც შეგრძნება გაქვს მარადიულობის, ვერანაირი მადლის შეგრძნება თუ არა, ცუდად ყოფილა ჯვარი გწერია მაშინ საქმე. ხედავ, გრძნობ და გრძნობა ცოდნა გვაქვს ამის. და ამაში კიდე ეს რაში გვაძლიერებს? ისეთ რაღაცას ნახავს ადამიანი, რაღაცაში არქივაში, სიზმარში, რაღაცა ისეთი, რომ წმენაში გააძლიერებს, ჯვარი რაც არის, მოძღვარი, ანგელოზი, რაღაცა ისეთი ღვთისმშობლის ნახვა, სიზმარში გადასარევია, ხო? რომ გააძლიერებს ადამიანს ეს. წმენაში აძლიერებს, ის რაც ღმერთთან გაახლოვებს, ყოველივე კარგია. თუ გაშინებს და ღმერთთან გაშორებს ღმერთისაგან, გაციებს სულიად. ის ყველაფერი უნდა შეიგრძნო შენითაც და მოძღვარსაც კითხო, ის ყველაფერი ცუდია. უნდა გავარჩიო. ამიტომ სულთა გარშევა უნდა იცოდეთ. უნდა იცოდეთ. ამისათვის რა თქმა უნდა ვეცოდოთ, რომ გრძნობიარე ვიყოთ, მადლის შეგრძნება გქონდეს, მადლისადმი შეგრძნების გრძნობიარობა გქონდეს, უნარჩვევა ამისა. გრძნობიარობა ქრისტიანი როზიარე მოგრძნობიარე ხდება. ეს გრძნობიარობა კონტროლირებული უნდა იყოს და არის კიდეც. ამიტომ გილოცავთ ისევ და ახლა სხვა თემებზე გადავედი, მაგრამ გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ჩვენც ტაძრად მოგვიყვანა, ჩვენც ღვთისმშობელთან ერთად სულ ტაძარში უნდა ვიყოთ, მეთქი ვერ ვიტყვი ამას ვერ ვასრულებთ, ახლა სულ ტაძარში სულიერ ტაძარში უნდა ვიყოთ, აი ესე ვიტყვი, სულიერად ღმერთთან უნდა ვიყოთ. სულ შეიძლება წიგნი არ გეჭიროს ხელში, მუდამ არ ლოცულობთ, ხო, მაგრამ სულიერად ლოცვით მდგომარეობაში იყო, ან მოკლე ლოცვები როა, ისინი გულში ატრიალო, ხო შეიძლება, წმინდა მამამიც ამბობენ, იესოს ლოცვა, ღვთისმშობელ ხატს მოგიხარებენ. და არის სხვა ლოცვებიც ახლა აღარ ჩამოთვლი იცით ახლა თუ არ და ნახეთ ციხში. პატარ-პატარა ლოცვები, ზეპირად რო იცოდეს ადამიანმა. დილეს და საღამოს ლოცვების რა უნდა დილეს საღამოს ლოცვების დაზეპირებას ახლა ნიჭიერები ხართ, თუ ლოცვები დაიზეპირეთ. ზიარების წინა ლოცვებით და ზიარების შემდეგ ლოცვებით იცოდეთ, ზეპირად ესეც კაი, მაგრამ ძალიან ბევრი მოგვიგა. მაგას მაგრამ მოკლე შეიძლება, წამს უნდა დააღვიარებ. იქიდე მოკლეები როა, ისიც შეიძლება. არაფერი უჩის, კარგია გონებას ავარჯიშებს, უცაიკო. მეხუთე, მეექვსე, მერვე, მეხუთე, მოკლეებია. და ისიც კარგებია ძალიან. ღვთისმშობლისადმი არის კიდევ კარგი ლოცვები, აი ეს დაუძგებლები ამოკრეფოში, ზესტაბძოლისი ჩემისათვის ხო გადასარევი ლოცვა ისიც ღვთისმშობლის. და ესეთი მოკლედ იმას ვამბობ, რომ აი ეს ლოცვები ზებრადის ადამიანს სულ მუდამ ეს ატრიალებს, აღვივებს ნაყვარჩხალს, აღვივებს და როცა არელი ერთხელაც ისეთი მადლი გარდამოვა, ესე რომ სითბო თითქოს ზევიდან, თითქოს ეს სხეულში, სულში, სამშვილდის სხეულში რაღაცა რაღაც თითქოს ჭიაჭველებმა გაიარეს, რაღაც ნაპერწკლებმა თუ არ ვიცი რა როგორი შეგრძნება, თითქოს რაღაც ისეთი უცებ გარდამოვა ესეთი როარელი, როცა უკვე რო გონია რომ არაფერ არ ვარნიშნა და სუდად ახლა რაღაცა ვერ ახლა და რაღაცა ისე არ მიდის შენობით, აი მაშინ ისე ზუსტად, კარგად რო გონია თავი რა კარგად ვაწყობილი, მაშინ არ მოდის. აი ესეთი სიცის უეცრად ესეთი ჩამოდის ესეთი რაღაცა ესეთი რაღაც შეგრძნება და გძნობ რომ მოვიდა, მოგძამდა ის მამაზე და სულით მესვა უფალი უხმობთ ესე კი არ არის ესმის ზეცას ესე კი არ არის რომ უძახი ჩვენ გვესმის ცოდვილებს და იმას არ ესმის ყოველი ვინც ყურის შექმნა იმან არ არის იმას არ ესმის და სმენა ვინც შექმნა და ვინც იცის ყველაფერი იმას ესმის თუ ესმის ჩვენ რა გვესმის ჩვენ ვიგებთ გვესმის და ვერ ვიგებთ ვამბობ და არ ვამბობ ვლაპარაკობ და არ ვამბობ ვიყურები და ვერ ვხედავ იგივე ყველაფერი იცის სულიერ ხედვაზე ვიძახ და სულიერ სმენას და ასე შემდეგ ამიტომ ის რო უძახი მოდის და მის შეგრძნება რომ მოვიდა აი ევქარისტიულ კანონს თუ ჯერ სითბო წამოა რაღაცა თითქოს ნელი თბილი ნიავივი თითქოს ზევიდან ეშობას ნიავივით რაღაცა ეხლა ეს სუბიექტური შეგრძნებებია მაგრამ ეს არ არის მოლანდებები ეს არის ობიექტური ანუ სუბიექტურად გაცდილი ობიექტური შეგრძნებები ობიექტური რეალობა რომელიც გვეძლევა ჩვენ სუბიექტურ განცდებში, მაგრამ ეს ობიექტურად ხდება, გარდამოდის, მოდის, რომ უძახი მოდის ის დალოცვით უფალი იესო ქრისტე, მოდის. ასევე ყოველწლიურად ღვთისმშობელმაც, როცა ძალიან გიჭირს, რომ დაუძახებ, განსაკუთრებით ღამით. იცის დახმარება. არ ვიცი, როგორ ყველამ ჩაიხედოს თავის გულში. ღამით სუდათ ახარ და ღამე რაღაცა ხდება, არ ვიცი, რაღაცა ესეთი განცდა გაქვს და მივხვდი რომ ყოველწლიურად ღვთისმშობელი შეგეცია დღე უკვე როცა იღვიძებ, როცა გარდავა ეს კრიზისი, მე გძნობ რომ კარგად რო ხარ ეს ღვთისმშობლის შეწევნა, ღვთისმშობლის დახმარება იყო. არც რაღაცნაირად ხდება ეს.
თითქოს გიახლოვდება თან ხშირად ღვთისმშობელი რომ მოდის აუცილებლად ჯანმრთელობისთვის ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს ემიცნეულია მიწალათ არის სულიერი უძლურებასაც პირველ რიგში კურნავს ხმით მოდის ხმით იცის ან ქრისტეთი მოდის ხან ქრისტე გადასახავს ჯვარს ხან ღვთისმშობელი გადასახავს ჯვარს ნუ ეხა ინდივიდუალურ შეგრძნებებს ვიძახი ხან ხედავ ხან გზნობ ხან შეიგზნობ ხან სულიერი თვალით ხედავ ხან შეიძლება ნახევრად აი ესეთ ბინგუნში გაჯრიდო რაღაც დაინახო ეს არ არის მოჩვენებელი ეს არის ეს ბევრი ძალიან ბევრს უნახავს და მე მიხარია რომ ღვთისმშობლის ნახვა კარგია ჩვენს ამისთვის ვართ მოსულები რომ ღვთისმშობელს ხვდებით აი დღესასწაულს ლოცვაზე დღესაც როცა მოვდივართ რომ თითქოს ღვთისმშობელთან მოვდივართ აი ღვთისმშობლის დღესასწაულს ღვთისმშობელს ხვდები მოდიხარ ამის შეგრძნება არის აშკარად არის ის შეგრძნება ასე შემდეგაც შემიძლია მოკლედ მინდა რომ აი ყველა საკითხი ამის შეგრძნება ხომ და ჩავეხედოთ ჩვენს გულში და ეს კარგია სულიერ გამოსება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა გაიფილტროს შეიძლება კითხვები დაიბადოს მოძღვარს უნდა კითხვა არ უნდა ყველასთან აფიშირება თუ მადლი მიიღე ან რაღაცა ნახე ან რაღაცა შეიგრძენი ან რაღაც ნუგეში მიიღე ყველასთან ამის ყველასთან აფიშირება და გამბნება არ მეთქვა დაიკარგება ეს განიბნება ეს იცის ხომ იმ მათს უნდა შენახო და მოძღვარს შეიძლება უთხრა და ერთ ადამიანს აი რაღაცა ერთად ზოგი მეკითხება შეიძლება 2-ს უთხრა 3-ს უთხრა 4-ს უთხრა არ გინდა ეხლა ვეუბნები ერთად თქვი თუ რამე ისეთი აი მოძღვართან მითხარი ხო აღარ უნდა ამას ყველასთან გამეორება ყველასთან აფიშირება მე კარგავ მათს და არ უნდა ან ცუდი სიზმარი ნახა არის ხალხი შოქში არის ზოგი ესე ცუდი სიზმარი ნახა ზოგი არის ცუდი სიზმარს ნახავს რაღაც ძალიან შოკირებულია დაშინებულია მოძღვარმა თქვი ნუგეში მიიღე თუ კაი ერთი ვინმესთან თქვი დედა იყო თუ მამა თუ ბებია თუ აბუა თუ არ ვიცი ვინც იყო ისეთაც თქვი კაი თქვი და თქვი მეტი აღარ გინდა ლოცვა წაგეკითხა და დაივიწყე ეს ნეგატივი დაიწყე ისევ წინ სიარული უდაფეთდებ შენ დაფეთებული შეშინებული სახე არავის არ უყალს უნდა შენ გახარებული იყო კარგად იყო და ბედნიერი იყო და ხნედი ეს უნდა უყალს ასე შემდეგ ამიტომ მინდა დავუსვო და კვლავ აი ესე ვიყოთ როგორც ბავშვი როგორც გახსოვთ მოუხმო 12 მოცაფეს და უთხრა მათ ვისაც სურს პირველი იყოს ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური ქრისტე მოიყვანა პატარა ბავშვი მათ შორის ჩააყენა ხელი მოხვია და უთხრა მათ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები ვერ შეხვალთ სათასასუფრებლოში ამრიგად ვინც დაიმდაბლებს თავს როგორც ეს ბავშვი ის არის უდიდესი სათასასუფრებლოში და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირი ბავშვს ჩემის სახელით მე შემიწყნარებს ასე რომ ვინც ასე იქნება თავს დაიმდაბლებს და იქნება სულიერად როგორც ბავშვი თავის თავზე არ იქნება დიდი არაპროპორციული წარმოდგენები ამბიციები აგრესიული არ იქნება ბოღმა არ იქნება სუფთა გულის იქნება სუფთა გონების იქნება განიწმინდება მოინანიებს შენდობა იქნება ხშირად სიტყვა შენდობა მის ლექსიკონში დაიმდაბლებს თავს და იქნება კეთილგანწყობილი მთელი სამყაროს მიმართ და მადლობელი და მუდამ მლოცველი სიხარული შემოვა მასში უმიზეზო მაგრამ მიზეზი ამის ღმერთია სიხარული შემოვა რომელიც ყოველთვის იქნება და იტრიალებს მასში როგორც რაღაცა დაუსრულებელი მუდმივი ძრავა ეს იტრიალებს პროფესიონალებს და ეს სიხარული იქნება და თვითონაც სხვასაც სიხარულს მიანიჭებს ეს იცით თქვენ ეს და ესეთი სიხარული ბევრი გქონოდეთ ეს სიხარული რო გვაძლევს იმედს და გვაძლიერებს ამ ძიმე ცხოვრებაში ამ ხალხს აი ღვთის მიერ მოცემული მუდამ ლოცულობდეთ მუდამ მადლობდეთ და მუდამ გიხარობდეთ შედეგად ესე იქნება რასაც ყველას გისურვებთ მადლობს ეშენეს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ 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 მიყვარხართ და გულსა